გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი კახეთში დავით სონღულაშვილმა გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს ახალი შენობა გახსნა და სამუშაო პირობებს გაეცნო. მინისტრმა შეხვედრები გამართა სამინისტრო სისტემაში შემავალი უწყებების, ეროვნული საატყეო და დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებთან, სადაც მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების, ასევე საჭიროების შესახებ მოისმინა ინფორმაცია. დავით სონღულაშვილი ვიზიტის დროს კახეთში სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილ საწარმოებს ცივის ყველი, მეღვინეობა ვინე პონტოსა და ბაბანეურის მარანს ესტუმრა. მინისტრთან ერთად იმყოფებოდა კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილიც. გარემოს ზედამხედველობის სამსახურის ახალი შენობა გავხსენით, რეგიონული შენობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის, რომ თანამშრომლებს ჰქონდეთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამუშაო გარემო, რომელიც თავისთავად ცხადია მუშაობის ხარისხზე იქნება ასახული და მინდა წარმატებები უსურვო. ამით ჩვენი რეგიონებში ვიზიტები, რა თქმა უნდა, გრძელდება. მნიშვნელოვანი არის, რომ თითოეულ რეგიონში, თითოეულ ჩვენს თანამშრომლებს, ჩვენი უწყების ყველა მიმართულების თანამშრომლებს შევხვდეთ, ადგილზე გავეცროთ საჭიროებებს, რომელიც მათ აქვთ, რადგან შესაბამისი რეაგირებები იყოს გაკეთებული, რადგან კიდევ ერთხელ ხაზგაუსვა და აღვნიშნავ, რომ მათთვის კომფორტული გარემო, შესაბამისი ხარისხის და სტანდარტის გარემო არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ მათი საქმიანობა იყოს ხარისხებით შესრულებული. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გახსნა კახეთში რეგიონალური გარემოს დაცვის ზედამხედველობის ოფისი. პირველ რიგში უნდა მოგახსენოთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია არის გარემოს კონტროლსა და დაცვასთან დაკავშირებული, იმიტომ აქ არის უკანონო ხეთკისჭრასთან დაკავშირებული საკითხები, უკანონო რეწვა, მათ შორის სასარგებლო წიაღისეულისა, თქვათ ქვიშახრეშის, აგრეთვე აქ არის თევზის ან ცხოველთა უკანონო რეწვა, რაც რა თქმა უნდა შესაბამის კონტროლს საჭიროებს და ეს სამსახური ერთობ მნიშვნელოვანი არის. ეს ახალი ოფისი ნიშნავს არა მარტო ახალ შენობას, ნიშნავს რა თქმა უნდა ახალ სამუშაო პირობებს, ახალ სტიმულს, ახალ мотивაციას და ეს სამსახური აღჭურვილი არის დღეს ყველა იმ საჭირო ტექნიკური საშუალებებით, რაც ინსპექტორებს და გარემოს ზედამხედველობის თანამშრომლებს უადვილებს თავისი ფუნქციების შესრულებას და ეფექტურს ხდის. ქალაქ თელავში გავხსენით გარემოს ზედამხედველობის ახალი შენობა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სამსახური ახორციელებს ისეთ საკითხებზე პრევენციას, როგორიც არის ტყის უკანონო სარგებლობა და ბრაკონიერება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სამსახურის თანამშრომლებს საშუალება ექნებათ უფრო კომფორტულ გარემოში შეასრულონ მასზე დაკისრებული ფუნქცია მოვალეობები. ასევე ბატონი მინისტრი კახეთის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში უშუალოდ შეხვდა მეწარმეებს და ფერმერებს, მათი მხრიდან მოისმინა პრობლემები და გამოწვევები და აღვიქვა დახმარება. ბუნებრივია აღნიშნული შეხვედრა ემსახურება იმას, რომ უფრო ეფექტური იყოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერა წვრილი მეწარმეების და ფერმერების მიმართ. კახეთის სატყეო სამსახურში მუშაობს 57 ტყისცველი და 15 მეტყევე. როგორც მოგეხსენებათ, მეტყევეობა წარმოადგენს რთულ პროფესიას. მინისტრს ადგილზე გავაცანით ჩვენი საქმიანობა, გავაცანით წარსულის პროექტები და მომავლის გეგმები. ჩვენთვის სასიამოვნო არის მინისტრის დაინტერესება, გამომდინარე იქიდან, როგორც ზემოთ აღნიშნე, რომ წარმოადგენს რთულ პროფესიას და რისკის შემცველ პროფესიას.